გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება კერძებს და ალბათ უფრო სწრაფი ობიექტების იმ ქსელს, რომელიც ყველაზე პოპულარული სწრაფი ობიექტია, მე მგონი, ერთ-ერთი მსოფლიოში. ყველაზე მეტ ქათამს მოიხმარენ და მათი მენიუ ძირითადად ქათამისგან შედგება. მე მგონი არ არის რთული მისახოდი დღესაც გავაკეთებ და დღეს გავაკეთებთ KFC-ს ასე ვთქვათ იმიტაციას სახლის პირობებში. ვინაიდან რადგან ჩვენი Big Mac-ის დაკავების ვიდეომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მის კომენტარებში გამოჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს KFC, გადავწყვეტით, რომ ეს რამოდენიმე ადამიანი და გამოჩნდება კომენტარებით, ვინ არიან ეს ადამიანები, დავაკმაყოფილოთ და თქვენც, ვისაც ძალიან გიყვართ KFC და გიყვართ ქათმის ხორცი, თქვენც დაგაკმაყოფილოთ ამ უგემრიელესი ვიდეოთი. ამიტომ დრო აღარ დავკარგოთ და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, დავიწყოთ მზადება და ამისთვის დაგჭირდებათ. სანამ ინგრედიენტების ჩამოთვალზე გადავალთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ KFC-ს ამოსავლებელი მასა შედგება 11 სხვადასხვა სუნელისგან, რომელიც ერთი წლის წინ დაახლოებით იყო საიდუმლო, მაგრამ კოლონელის ახლონად ესავს, არ ვიცი, მე მგონი შვილი იყო, ერთხელ გაეპარა ფოტო, სადაც ხელით ჰქონდა ჩამოწერილი ყველა ინგრედიენტი, რომელსაც უკეთებენ KFC-ს ფქვილში. და აგერ არის ეს 11 სუნელი, იდეაში 10, იმიტომ რომ ერთი ცალი ვერ უშოვეთ, მიახურის. მარილი საქართველოში არ იყიდება, მაგრამ 10 ყველა ის სუნელია, რომელიც ჭირდება KFC-ს. იმედია ძალიან დიდად არ შეგვიძლია გემოს ეს ერთი მიახური არ გვაქვს, მოკლედ დავიწყოთ. დაგჭირებათ ერთი ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაისკოზი მარილი, ნახევარი ჩაისკოზი ქონდარი, ნახევარი ჩაისკოზი მშრალი ბაზილიკი, ნახევარი ჩაისკოზი ორეგანო, ნახევარი ჩაისკოზი მდოგვი, 2 სუფრის კოზი პაპრიკა, 1 სუფრის კოზი ნიორის ფხვნილი, ნახევარი ჩაისკოზი ჯინჯერი და ნახევარი სუფრის კოზი შავი პილპილი. ასევე დაგჭირებათ 80 გრამი არაჟანი და რა თქმა უნდა ქათამი. ჩვენ გავაკეთებთ ფრთებს, ბარკლებს, ბარკლის ანათალს და ქათმის კერძებს. შეიძლება ბევრს კითხვა გაუჩნდეს, რა შეგვჭირდება არაჟანი და წყალი. თან კიდე სანამ ვინმე ჭკვიანი გამოხდება და ვისაც KFC გასინჯული და გაკეთებული აქვს სახში და მეტყვის რომ KFC ბათერმილქით კეთდება, მანამდე გეტყვით რომ ბათერმილქი საქართველოში არ იშოვება, არავინ არ ყიდის და არავინ არ ასხავს, ამიტომ ბათერმილქის თავარი მუღამი არის რომ არის ცოტა მჟავე, მომჟავო რძე და ეს მჟავიანობა შავანაცვლებთ არაჟნით, sour cream ინგლისურად, ან მომჟავო არის და წყლით გავაკეთებთ ისე რომ ბათერმილქის კონსისტენცია უნდა მივიყვანოთ, ცოტა შესქელებული რძეა ჩათვალეთ. ავიღოთ ერთი ცალი დიდი ჯამი, ჩაუშვათ არაჟანი შიგნით და ჩაუშვათ წყალი. კარგად გაერდგვარუნეთ არაჟანი წყალთან, დავუმატეთ მარილი და პილპილი და მოათესოთ შიგნით ქათმის ნაჭრები, რომ კარგად დარბილდეს და დამარინადდეს. დავამარინადეთ და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი და უმჯობესია მთელი ღამე შევინახოთ, ან 8 საათი მაინც, რომ კარგად გაუჟდეს გემოები და კარგად დარბილდეს. იმჟავემ არაჟნისამ კარგად დარბილდეს წვრიანი გახადოს ჩვენი ქათამი. ამიტომ შევინახოთ მაცივარში და სანამ სხვა რაღაცებს გავაკეთებთ, მანამდე დამარინადება ჩვენი ქათამი. სანამ მარინადება ჩვენი ქათამი, მანამდე გავაკეთოთ ფქვილი, არაფერი გასაკეთებელი არ არის. ავიღოთ ფქვილი, ჩავყაროთ შიგნით ეს ჩვენი 10 ცალი, აქვია, სუნელი, კარგად ამოურიოთ და ახსნათ შიგნით. ფქვილი მზად გვაქვს, არაფერი რთული არ არის ამაში, გარდა იმისა, რომ მიშოვოთ ის ყველა სუნელი, რომელიც საჭიროა ამ მიქსისთვის. სანამ დამარინადება ჩვენი ქათამი, მანამდე გავახუროთ ზეთი დაახლოებით 170 გრადუსამდე. და მაგასაც გასწავლით, თუ როგორ უნდა მივხვდეთ 170 გრადუსზე არის თუ არა. ამიტომ გადავიდეთ ზეთზე. რომ დამარინადება ჩვენი ქათამი, გამოიღეთ და ამოვალეთ ფქვილის მიქში. შემდეგ ისევ მარინადის სითხეში ჩაუშვათ და ისევ ფქვილში ამოვალოთ, რომ ორმაგი პანირება მოხდეს და უფრო ხრაში უნდა გამოვიდეს ჩვენი ქათამი. შემდეგ გახურებულ ზეთში ჩაუშვათ ქათმის ნაჭრები და შევწვათ დაახლოებით 6-8 წუთი. შავი ხორცი 8 წუთამდე, ხოლო თეთრი ხორცი 6-დან 7-მდე. ქათამი უკვე შევწვით და რა თქმა უნდა არ გავჩერდებით ჩვენ მარტო ქათმის შეწვაზე და გვინდოდა რომ KFC-ის მოყვარულებისთვის კიდევ ერთი რამე კარგი შეგვეთავაზებინა და გადავწყვიტეთ რომ მოგთავაზოთ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი KFC-ის ბურგერის ზინგერის სახში გაკეთებული ვარიანტი. ამიტომ ზინგერს რა ქმნის ზინგერად, ეს არის соуსი, ქათამი და პური. და ეხლა გავაკეთოთ соуსი, რომელიც შედარებით მიმზღავსებული არის. შემდეგ პური გავხუხოთ და ავაწყოთ გემრიელი სენდვიჩი, რომელსაც შემდეგ დააგემონებს ჩვენი უსაყვარლესი და უგემრიელესი საბა ჩერქეზიშვილი. დაგჭირდება 120 გრამი მაიონეზი, დაახლოებით 5 გრამი ლიმონის წვენი, ნახევარი ჩაისკოზი ნიორის ფხვნილი და ასევე დაახლოებით 3 გრამი ოხრახუში და მარილი და პილპილი, რა თქმა უნდა. ჩავუშვათ ნიორის ფხვნილი, ლიმონის წვენი, ოხრახუში, მარილი. ქათამი მზად არის, соуსი მზად არის და ეხლა გავხუხოთ პური და დავიწყოთ აწყობა. გახხულ პურზე მაიონეზი, შემდეგ ქათამი, შემდეგ სალათის ბოთოლი, შემდეგ ისევ მაიონეზი გახხულ პურზე და მზად არის ჩვენი ბურგერი.
ესე ჩვენი ხრაშუნა ფრთები, ბარძაყები, ბარკლები და ასევე გავაკეთეთ ბურგერი, ზინგერი ქვია ასე და სანამ ჩვენი საბა შემოვა კადრში, რომელიც უკან ემზადება და ხურდება, რომ თქვენ დაგენახოთ და ისე გაგიხალისოთ დღე. ამდა გეტყვით რომ ისა და ისე Coca-Cola-ს დიდი მადლობა ჩვენი სპონსორებისთვის რომ გვაძლევს საშუალებას რომ შევქმნათ კონტენტი თქვენთვის და ასევე მინდა გაგახსენოთ რომ ყვითელთავსახურიანი ბოთლები ისე ვიყიდება და არის ძალიან აქტუალური და კოდების შეგროვება აპლიკაციაში ისე გრძელდება, რომელიც არის თავსახურობით მოთავსებული. ხა თუ იაქტიურებთ და დააგროვებთ ბერკულად, მოხვდებით Open Air-ის ლიდერბორდში და თქვენ შეძლებთ რომ მოიგოთ ბილეთები Open Air-ზე და დაესწროთ წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს და ისიამოვნოთ თქვენ მეგობრებთან ერთად. ლიდერბორდში top 25-ში ვინც მოხვდებით, მიიღებთ Open Air-ის ბილეთებს და top 10-ში ვინც მოხვდებით, Open Air-ის ბილეთებთან ერთად Coca-Cola-ს საჩუქრე ყუთს. ეს ლიდერბორდი კი იწყება 25 აპრილიდან. ამიტომ იაქტიურეთ რომ მოხვდეთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოში. და ეხლა ველოდები ჩვენს ყველაზე გამორჩეულ შესანიშნავ და ყველაზე ნიჭიერ საბა ჩერქეზიშვილი. ჩემი ძმა იმენა, რა ვახარ და მეგენა. ბარკლები და ამბები ხოძეა, შეგვიძლია რომ ავიღოთ და გავსინჯოთ. პირველი დავაგემოვნოთ ბურგელი. ბურგერ. აბა, ის მინდა რა. ნიანია. ახლა წუნა. ვაუ. ვაუ, I'm impressed. ესეთი fast food-ური Big Mac-ისაც კი არ იყო. ეს არის ჩისტას fast food-ური. ძალიან მაგარია ხალხო. соуси არის ძალიან კარგი, ეს ეგრე მგონია. უფრო მეტად ჯანსაღი, იმიტომ რომ შენიც რაზეჩი წვავ. თუნდაც რომ მიირთვათ ხოლმე თავი გაანებიროთ ზოგჯერ junk food-ით სახლის პირობებში, მგონი რომ ძალიან კარგი ვარიანტი არის. თუ არ დამეზარა, აუცილებლად გავაკეთებ. ეხლა შემდეგი მე გავსინჯო ბარკლითან თავს. მე მინდა ფრთა. უბრალოდ spicy არ არის ეს და ხო, spicy არ არის. spicy როცა არის. ვიღაშუნი აქ ძალიან მაგარითან. თითოეული ნაწილი ამ ქათმის ხორცის არის ძალიან რბილი და წვნიანი და ეს იმის დამსახურება რომ დავმარინებდეთ სახლში გაკეთებულ ბათერმილკში, ანუ არაჟინსა წყლის ნაზავში, რომელმაც სიმჟავე ძალიან კარგად დაარბილა და წვნიანობა მიცა. თოს ძალიან გემრიელი არის მართლა, ისეთი ქათამ ძალიან უხდება. ვისაც KFC გიყვართ და ვისაც გინდათ ხოლმე სახლში გააკეთოთ, დაალაგეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და სხვა თქვენ მეგობრებსაც ვთქვით რომ ნახონ და გააკეთონ. იო, ეს რა ქვია? ფავორიტო ბურგერი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ეს соуსი შიგნით იყო და მოედო გარშემო და ძალიან ინტენსიურად შემოვარდა და ეს ყველაზე მეტად მომეწონა ეს ბურგერჩიკი. მაგარია. ეხლა მე გავად დაქტოვებთ ბატონ საბასთან ერთად. დასრულად დიმიტრის დიქტატურა და ამ არხზე ვარ მე. ახალი დიქტატურა, ახალი კანონები, ახალი შეზღუდვები, ახალი რეჟიმი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო. დააჭირეთ ზარის გზას რომ არ გამორჩეთ ნიუსები და გახსოვდეთ რომ თქვენთვის ერთი კლიკია, ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთად ავაშენოთ სუფრის კოზის კიბერსოფელი. ბაი! გაკეთე ის შუშარა. ხო, აღარ ჩანდეს რა. და ჩემი პროსტა აი ნიუსები ხო რა? ფორმულა და რა.